გამარჯობა, ეს არის გაცოცხლებული შოუს 54 ეპიზოდი და დღეს ჩვენი სტუმრები არიან ცუდი მეგობრები. ზურა, გიორგი და თორნიკე. ზურა, გიორგი და თორნიკე. როგორ გძნობთ თავს, ხო ნერვიულობთ? მე მაინტერესებს რა გაგიჭირდათ, რომ 3000 გამომწერიანი გვერდი მოიწვიეთ. არა, სხვა შორის ის კალას ის იყო იდეა, ბოლოს კალას გაახსენდა ეგ, რომ ბიჭები მოვიყვანოთო, ახალი დაწყებული აქვს და თან დავეხმარებით რაღაც მომჩვენე და თან გაუსწორდებათო იმპროვიზაციულ იუმორში, იმიტომ რომ ვიცი რომ სცენარისტები ხარ და იმპროვიზაცია. ათაკასფა რო უარი გითხრა, მე აი რა ვქო. მადლობა. აი, სანამ დავიწყებთ ახლა პირველ რუბრიკას, შეგახსენეთ რომ ჩვენი წარმდგენია ბეტსონ სპორტი. რა შეეხება პირველ რუბრიკას, მაყურებელთან ერთად შევარჩევ ორ წინადადებას, რომელიც უნდა გამოიყენოთ ერთი დასაწყისში და მერე 2 წუთის განმავლობაში ლოგიკურად უნდა მიხვიდეთ მეორე წინადადებამდე. თუ 2 წუთის მერე მაყურებლისგან ტაშის ხმას გაიგებთ, თქვენ შეასრულეთ დავალება, თუ ვერ გაიგებთ, სამწუხაროდ. თუ ქილა მოხვდა თავში, ვერ შეასრულეთ დავალება. პირველი წვილი იქნება ამ შემთხვევაში კალა და ცოტნე. და მაყურებელთან ერთად შევარჩევ ახლა ამ ორ წინადადებას. ანუ დასაწყისის ფრაზა უნდა იყოს სკეჩი, ითაც იწყება ნებისმიერი, აი და დასასრულის ფრაზა უნდა იყოს და ეს ფრაზები ბოლოს უნდა შეერთდეს რა. რამე ისეთი უნდა იყოს, რაც აი ერთმანეთისგან ძალიან შორს კავშირში რო არ იყოს, დასაწყისი და დასასრული. აბსურდული შეიძლება. დავინახე გველი იდგა, ჯიგარი ხარ. არა ორსულად ვარით თავდება. აბათ ხვდებით ორსულად ვიც დარჩება. კაი, მოდი დავიწყოთ მაშინ ორსულად ვარ და დავამთავროთ, დავინახე გველი იდგათ. აპირიქი? პირიქით. არა, უკვე მოვიფიქრე. კაი, მზად ხართ? დავай. ორსულად ვარ, გიორგი. ისა გინეკოლოგი გითხრა, მე პარიკმახერი ვარ. თმის შეჭრას მინდოდა მაგისთვისაც ხო. კი ბატონო, აი დაბრძანდეთ. ესე ხო არ რა თქმა უნდა, დაბრძანდეთ. შობიარებ. მამა ვინ არის? სამი ვარიანტი მაქვს მამის. აბა? უბრალოდ რომელიმე ცხოველი ხო არ აქვს შევთხოვით, აი. საითკენ მიყავთ საუბარი ვერც ვხვდები. არა, ცხოველური ენერგიის ხომ არ არის რომელიმე. აი დათვივით მაგარი ან სისინა ხო არ არის რომელიმე. არა, იცით რა შეა საქმე, უბრალოდ პროცესში, როცა დავორსულდი. ეს წვერი მაშინ ეცქოდათ, რომ ორსულდებოდეთ. ეს ჰორმონები ხო იცით? ხო და როდესაც დავორსულდი მაგ მომენტში. მეც ვერ ვიყავ თავს ისე გიხდებათ ეხა. ყურადღება გადავიტანე, დავინახე გველი იდგა და მაგ იყო. უცილო უჭითხარდა ბიჭო, ანუ ეკონდია. აში იყო. ხელები დამიბანია. სასწაული, ძალიან კაი. კაი რუბრიკა იყო, ამ რუბრიკას აღარ გავაგზავნე. შემდეგი მონაწილეებიც არ არის საჭირო. კაი, შეგიძლიათ გაუცვალოთ ახლა ადგილი, შემდეგ იქნებიან თორნიკე და ქორო. კიდე რო წამოიძახოთ რამე ეგეთი ფრაზები. როგორ ცოტა დიდი ხანი რო გაგრძელდეს ეს. არის ხმაზე გამეგვიძა. რისი? ზარის ხმაზე გამიღვიძა. $100 ძვირია. $100 მართლა ძვირია. აი თუ არ შევეხათ ზაობი. დასაწყისი არჩიე გუნდში. კი ბატონო. პირველი ფრაზა იყოს ჩაი თუ არ სვი ყოველდღიურად და მამაშა ჩემი თავი მეზარება იქნება ბოლო ფრაზა. ბიჭო, რა შვები. ჩაი თუ არ სვიდილაობით მე ისე ვერ ვიწყებ ვერაფერს რა. მომეცი ერთი ცოტა მეც. აი რა ხდება აბა როგორი მუშაობაა დღეს? ვერ არის კაი ამბები. რატო? დაგვიკლეს ფასი. მიგაბრძანებ სამსახურიდან იცოდე. დაგვიწყეგან აი $100-იო და ჩამოვედით ქვევით. და მე რა უთხარი შენ $100-ად რა უპასუხე? შენ თქო, მე თქო. 1000-ადაც არ გაკადრებ თქო. აი ეს არც დაგანაყებ, აქედან თქო. ხო იცი რომ ქირა გვაქვს შესატანი ახლა.
დებილი გამოვთექი, აღარ მახსოვდა. დამურეკავე ხამე კოჭლ ზურას. სტეკლო მაყვალას. დღეს ხელფასი ჩაერიცხა და 50 ფარად. მინდი აბა რას გეტყვის? რატო მოუწია ამას არ ვიცი, მაგრამ ზურა გამარჯობა. გამარჯობა ზურა. კი, აქ არის გელოდება, აი. დაბალი თქო. ხო, დაბალი, შენ რო გიყვარს. მინეც რო კარგად აკეთებს თქო, მიდი. უთხარ, გაახსენე, ჩემი თავი, მიდი. ზურა, შენ რო გიყვარს, მაგას რო უთხარი, მიდი. მაგას კარგად რო აკეთებს. იმას რო აკეთებს, აუხსენი, კარგად. ვაიმე, ზურა, მოდი, თორე მე იმას ვიზავს. მოვალო. შენ რა არის დღეს? ჩაის დროს ვა, მე აქტიურად იწყებ ხოლმე მაგ ყველაფერს. მე ერთი რაღაცა უნდა გითხრა რა. მიდი. გადავწყვიტე რომ სამსახურიდან წავიდე. მე შენ ვერ გაგიშვებ ამ. როგორ ვერ გამიშვებ? არა, შენ გარეშე დამემხობა თავზე ეს ბორდელი. არა, სხვანაირად აღარ გამოვა. მე ყოველ დილით აი ეს VIP კლიენტი რომ მყავს ხოლმე, ცოტნე. მაგის გამო მე აქ მომსვლელი აღარ ვარ. და всё, წავედი აქედან. მამაშა ჩემი თავი მეზარება. შემერე. აი ესე გავხსენი ეგრე. აბა მეჭებო ხა მოწმიდეთ ჯერ და მე ზურა და გიორგი არიან შემდეგი კიდე ორი ფრაზა გვინდა. კაია, მომწოხარ ვინ იყო? გეინაცვალე, აბა რა. ნიკა გამოდი პირობითი გაკ. ისევ ბიჭებო, აბათკანი. იდის ბიჭებო. რამდენად დაგვეხმარე ამის? არც მე. დასაწყისი იქნება შარშან ვიყავი მთვარეზე და ბოლო ფრაზა უნდა იყოს ნიკა გამოდი მამა პირობითი გაკ. ზარის მერე დაიწყებთ და 2 წუთი გექნებათ. რომ ლოგიკურად მიხვიდეთ ფინალამდე. არა, მე ვხვდე მაგითო. შარშან ვიყავი მთვარეზე და ნილ რომელი წელია ახლა? 1979 წელია, ხო. ბიჭო, მე ვიყავით ბაზი იყო. ხო. რა ხდებოდა მერე? ბიჭო, რა ხდებოდა და რა ვიცი რა, ბავშვობის ოცნება მინდოდა ამესრულებინა. მერე? კონდა? ბიჭო, ბიო დეგრადირებადი 40 მილიონი დაუჭდა NASA-ს მაგის გაკეთება, მაგრამ მქონდა. ყოჩა. აი. ბიჭო, ხოდა მარტო იყავით, კაცო? ბიჭო, მარტო არ ვიყავი, სამნი ვიყავით, მაგრამ იმას ვქენი რა ქვია, რაღაცა სუვენირები ხო უნდა წამომეღო, მაგრამ და შევედი იქ და ხო იცი ახლა ჩემი ამბავი და ფული არ გადამიხდია რა, მეორედ აღარ ჩამესვლება მთვარეზე. ხო და ისა რა ქვია. რაღაცა გენი. მაგარი გაწეთილი ვარ. ხო და ჩონჩხის თავი არ გა. ხო და ბიჭო ისა რა ქვია, მანდრო ჩავედი. ხო. უკანა გზაზე ვარ სადღაც ორბიტალურ საფრთხესთან. მერე? თვარე რომელმა თქვით ბიჭო. ხო და ისა რა ქვია, ჩხუბი ხო არ მოგიწია? ჩხუბი მომიწია მერე ბიჭო. მიდი მაგ, ბიჭი, აღარ შემიძლია, ბიჭი. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დავხვდა ბიჭო, რუსეთის ისენი რუსეთის კოსმონავტების მოვა და ჩხუბი მომივიდა რა და ვინ იყო იქიდან? აი მოდი სახებ. ხო და იქიდან იყვნენ საზიზღრები არ მახსოვს იგორი ერთ-ერთი უეჭველი იქნებოდა. რა შეძახილი რა იყო? ბიჭი გაია რო ურტყავდი კაროჩე უკნიდან მეზახდნენ ნიკა გამოდი პირობითი გაქო. თავის კნევებზე. თავის კნევაზე ყავდა გიორგი ხო? ამის კიები რო ჩავსვათ მე წაწაკი, აბა. აი, ნუ ამ რუბრიკის გამარჯვებული რა თქმა უნდა არის ცოტნე. საუკეთესო. მარტო ცოტნე მოიგო. ეხლა უნდა გადავიდეთ კითხვების რუბრიკაზე და სანამ კითხვების რუბრიკაზე გადავალთ, ჩვენი სპონსორი არის ესე უნდა თქოს. ისა შენოდა. პარაც ვეძებდი.
ჩვენი სპონსორი არის TBC, რომელსაც აქვს ესეთი ბარათი, არის სრულიად უფასო, შეგიძლიათ Mobile Bank-დან ძალიან მარტივად შეუკვეთოთ. აქვს ბევრი ბენეფიტი, შეგიძლიათ 2000 ლარამდე გაანაღდოთ უპროცენტოდ, კომუნალურები გადაიხადოთ უპროცენტოდ და ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსიც არის, რომ უფასო არის, ეს ძალიან კარგია. მადლობა TBC-ს და ეხლა შეგვიძლია გადავიდეთ კითხების რუბრიკაზე. აი კაცი წერს, რომელმაც წინაზე მოიგო. ძველად მეფეებს რომ გაესტრიმათ ან ვიდეო გადაიღოთ. მეფეო, მტერი შემოგვესია. რამდენი არიან? 300,000. ყველამ გამოგვიწერეთ თუ შეიძლება შენი არქი და ძალიან ხოთ. გამარჯობათ, მე ვარ ვახტანგი და გამემზადოთ ომისთვის ჩემთან ერთად. გამარჯობათ, მე ვარ ვახტანგი, იღლიასთან გამოხეული აქვს, მაგრამ არა უშავს ჩავწერ. არაფერი მომიგო. ხარკის დონაციის ლინკი იხილეთ აღწერაში თუ შეიძლება. მე ვარ მეფე ჯობავა უმიწაწყლო, იმიტომ რომ მომპარეს ყველაფერი ლაშქარი აბსოლუტურად და დავრჩი ესე მარტო ეულად. ამ ვიდეოში ვნახავთ მოვაწერ თუ არა გიორგივსკის ტრაქტატს ხელი. მე ვარ გიორგი სააკაძე და დღეს გავაკეთებ unboxing-ს აი ამ ყუთის და ნახოთ წიგნი რა იქნება. ვიცი რომ სააკაძე მეფე არ იყო, უბრალოდ მოუხდა. ესე ჩვენი ბოლო მტერი კატკა W-ები გასმამეთ ჩატში. სპარსეთის მეფე გვიგებს ტებ დააჭირე ტap. ლუკა ნასყიდაშვილი წერს პორნოვარ სკლავი ტოქსავს თავის შვილს. დედიკო დიდია ეგ შენთვის მომეცი აქ. გოპ. რომ მიყურებ პირდაღებული. შენს ვიზერასა. შვილო მისმინე, მე იქ მთელი დღე არ ვწოვ, დავხტივარ და უკნესი იმის გამო რომ შენ მათემატიკაზე არიარო. მომისმინე, ისწავლე, თორე მამა შენივით მენაგვე გამოხვალ. ან ექიმი, ან კოსმონავტი. რო გელაპარაკები კიდე კევს მაღლაჭნა, ვის გავხარ ესეთი უსწრაფელი შენ? დედას. 150 ლარი რა ამბავი ეკაცო ექსკურსიის ფული, ბანკის დირექტორს კი ეყნა. ალიო დედა ტაქსიში ვარ და ფული არ მაქვს. ხო და გადაიხადე მე სხვანაირად ჩილო. ყველაფერზე რომ მირეკავ. შენი ფოტოები ვანახო? რა არის რას გავს საქაურობა დამაჯი ბარემ თავზე 2 cups 2 girls ლეგენდები ვიხდები Medium voice წერს როგორ მოიშოროს სტუმრების დილობიანად სიდა ისმის ანგელოს და სიმღერა და გალოფა გადაგვილოცე ვედრები ხელაც მინდა სალოცავ შენ იმღერე ახლა პროსტა ხო მე არ მოყოლები ასე რომ მოვალ მე მიმოწ ისქენე გამარჯობა განიჯვით თბილისის დროით უკვე 12 საათია აუ დავლინოთ არა აბა ჩვენ ვიძინებთ უკვე არა და არ მეძინება ორ გეცინება აბა აუ როგორ მივახარ არ მიდის შემიყავი იმენ არ მიდის აუ შენდი ბავშვები ოთახში მოაწუხებ სტუმრებს მიდიან ეხლა ესენი აბა როგორ არ უნდა მოიქცე ლიფტში, როცა 5 გოგოსთან მარტო გაჭედილი ხარ? ამდენ ვერ დავეტევით ახლა უკაცრავად რა რომელიმე დრო დაგტოვოს. ხო ეწერა რომ 10 ძუძუზე მეტი ნუ შემოხვალ ლიფტში რა უბედურება არის. მადლობა.
ეს იმიტომ გავიჭედეთ, რომ ალბათ სუქნები ხართ. ნუ რავი, 10 ლარი შენ. შენ 5. შენ უფასო თროის. აბა, დაიწყეთ. გამრდღვენით. დააჭირეთ. ბაჯგური ახალს არ ელოდა. ვაჰ. რატო არა. სხვა რაღაცაზე წავ. რატო გავიჭედეთ? მე მივაჭირე სტოპს, მაგრამ ხელებით არა. წამყვანის თემა რა არ შეიძლება იყოს გასაბერი. გაბერეთ რა დედოფალი უნდა დავლოცო თუ შეიძლება ერთი ამ სოფრაზე თუ ასაშუალება. 1 ლიტრი ბენზინი რა ღირს? 50 ლარი. უფ, რა გაბერილი ფასებია რა არის. პურზეც მაქვს, ეგეთი პურზეც მაქვს. რა არის, რა გაბერილია ეს? მამაშენს მაგარ ნაშასთან შეუსწარი. უფ, რა? მედი გახურდი შემდეგი შენ ხარ. მამა რას აკეთებ? PlayStation-ს გიყიდი. მამა კი კაი გოგო, მაგრამ ძალიან მაინც რა ვიცი. მამა რას აკეთებ? რა გინდა? დედას დედი. აი ხო, მოდი. მამა რას აკეთებ დედას? მოისვენე, მოდი, კაი. წადი. რა ფოტოზე? ეს გამოვიდა. ყოველთვის იმის კეთება გინდება, რასაც სხვა აკეთებს. აუ, გუნდი წამაკითხე რა. ბიჭებო, წამო ოქტოპუსს ცემენ და ჩვენ ცემო, წამო, წავედით ყველა ერთად. აქეთ ვარ, ბრაცი. გაიწიე, დამსვი ამაზე. ინდუსი კურიერი, ფუ რა აი ხო. დაუ რატო ვარ ამასაც უგარი? ესე მაგას შვებით ვიდრე როგორ შვები? ნეკო გწერს ყველაზე უცნაური რა მესიჯი შეიძლება მოგივიდეს ძმაკაცისგან ღამის 3 საათზე. ადი, ორნაბიჯი ფასდაკლებები, ადი, ჰე, წამო. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მაგრად მიყვარხარ მართლა 15 ლარი. აბა საბნის ქვეშ ჩამოიხედე. მე მგონი დედამისიც შემიყვარდა. ანგარიზე არ მაგ და ბებიაშენის ნომრიდან წერ. ქორო მანდარი. ბიჭო, შენ წერენ შეჩემ. მე რატომ წერს? შენ რატო არ გას დამჯდარი გაქვს? გაუთიში. ChatGPT-ზე დამოკიდებული პაემანი. აი ეს მიხაკები ჩემგან. მიხაკუს რედიკულუსს. ამოდის საქართველოს რეგიონებში, თაში, ბარში და ამავდროულად თუ მიხაკს დავიჭერდა მიხაკები მაგ არაჩვეულებრივი თუ გინდა გაგატან. აუ შენ სად მუშაობდი?
მე მუშაობდი 201 წლიდან 201 წლამდე რუსთავი 2-ში. ამავდროულად შემდეგ მუშაობდი 201 წლიდან 201 გადაიფიქრე. აი ეგ არის გადავიხდი ახლა უცებიდან იმას ვიზამ რა. როგორ კონდეს სექსი პირველივე პაემანზე? ო და ეს არის ეს ადგილია რა. ერთი წამი შეიძლება. როგორ გავიგო ქალიშვილია თუ არა? დაასკანერეთ. გიგიტო გაიხეთ. არის. ვაჟიშვილი. პეტი გწერს სიტუაცია TBC დაზღვევამ რეკლამის ჩასმა რეალურ ინციდენტში მოგთხოვა. ხო ვაჩიკო მჭირდები რა. ხო ცალია. ალო კალამინდოდა. ისმენთ? თქვენ ხის სახლი დაზღვეული გაქვთ? არა მაგ დაზო რა უნდა მოვიდეს ხის სახლს. აჩი წაუკიდეაჩი. აჩი. არა, ტატო ბაციკაძე სიცოცხლის დაზღვევას ვეღარ გაუკეთებ. აი, მაგასაკში უკვე. ოხ, ბიჭო, ეს კაი, მაგრამ ავტობანზე რა უნდა გადავიღოთ? ხო გაიგეთ ხა. ანუ ყველაფერზე თანახმახარ, ხო? რა თქმა უნდა. კარგი, მაშინ პირველ რიგში აი გამოვთით. არ დაგავიწყეთ დაზღვევა. TBC დაზღვევა. ბარათს რა უყო? დამეჯახე. აი, გადავიდეთ შემდეგზე, სამ შემდეგზე გადავალთ. ჩვენი სპონსორია TBC დაზღვევა, რომელიც გვთავაზობს საავტო პასუხისმგებლობის დაზღვევას. სულ რაღაც 7 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ ეს პაკეტი და 10000 ლარამდე ანაზღაურებს ყველაფერს. თუ სხვა ავტომობილს დაეჯახებით, ან სხვის ჯანმრთელობას დააზიანებს. ზეაის ზაზ უგწერს გეი ფარმაცევტი. უკაცრავად ანალგინი მინდა რა. როგორი გინი? ანალ. როგორ? ანალ. როგორ? ანალ. როგორ? ანალ. მადლობთ. გამარჯობა მოგესალმებით. დათქვეს ხალხი. მოგაცრავად გამარჯობა. მამაკაცის ჰორმონი თუ გაქვთ? ცოტა ძალიან. გამარჯობა, ციტრამონი მინდა თუ გაქვთ? კი ბატონო, აიღეთ. იცით გამიარა. მადლობა. უკაცრავად ელასტიური ბინტი მინდა. როგორი? ელასტიური. როგორი? ელასტიური. როგორი? ელასტიური. როგორი? ელასტიური. ანალ? გინი. თავი მткиოდა რას მირჩევთ? ბევრ რამეს. მაინც ანალგინს. როგორგინს? ანალ. რეზერვატივი მინდა. ეგ სრულწლოვნებზე შეიძლება მარტო. ხარ სრულწლოვანი. კი და შეგიძლია პასპორტი მანახე. სამლები დამიწერა ექიმმა და რომ მომცეთ თუ მე შეიძლება. რა გაკრული ყარი ნაწერი რა უბედურე რა გავიგო შვილო. რა არის ეს? გამარჯობა, აი შეკვეთილი მქონდა, აი წამალია ჩემი და. აი, რამდენი ის იქნება? ჩიტო ბარათი გაქვთ ჩვენი? ჩიტო ბარათი არა. თვითონ ჩიტო შესიებული მაქვს ცოტა. ჩიტო შესიების მაგ აი ეს. ხალხს ჩემი რა წაგისვათ. იცით, ჩემი ჩიტო ცოტა ისეთია. როგორი რომ აჩვენოთ? აი პიზა. ი გამორიცხარო ესეც გეი ყოფილიყო. პრობლემაა გაუგეც ეს. ჩემი ჩიტო პიზას გავუსოჭეთ. აუ კიდე ეს კი. მოდი ბიჭო.
აიღეთ თქვენი. მადლობა. ბარათი სად გავატარო? მადლობა. რომელი ბარათით გადაიხდით, ხო? რომელი ბარათით იხდით? არა, ქეში მაქვს. ყველას ქეში აქვს, ნუ რა არის. წეგან არ გაგიხსენით ჩიტო ბარათი? ბიჭო, ვიდა რა ჩიტო ბარათის რეკლამა ვაკეთო. და ჩიტოები რო დააგროვა. ეგ ჩიტოზე. ეგ ჩიტოზე სიუდება. ათი ჩიტო ერთი დიდი სირი. ლადი კაპანაძე გვწერს აღგზნებული მთამსვლელი. აბა გოგოები წირო წახვიდეთ. ვა! წვერვალი გამოჩნდა. აბა. რასაპირებ ხორო აბა? აბა სადა? აი. როგორც იქნა ავახცია. აი, დროშა სად დავარჯო. აი. ვაიმე ვარდები. მომეწიდე. კაია. ეს ზად დიდი მომის. წადი ხშენო. ვა, ვარდე. გადაჭერი. ეგარა. ირას დას, ირას ბებიას, ირას პაპუას, ირას მამიდა. ვა, ვარდები, მიდი გელოდები. მალე. აუ, ვარდები. მოდი. ვაიმე ვარდები ეს ვარდები ჩემგან. ბიჭო, ვარდები ხო არ გინდა? გიგი ნათარიძე გვწერს აღმოაჩინე რომ ქალების ფიქრები გესმის. ნინიკო მე აღმოაჩინე რომ ქალების ფიქრები მესმის. და რა გესმის? მე არაფერი. რა გესმის? საერთოდ არაფერი. რა გესმის? ანუ შენთან ვერ ხვდები? და შენ თვითონ ვერ ხვდები, ახლა კითხვა რო დაგისვა მაგაზე. ყველაფერი მე უნდა აგიხსნა და ასე უნდა ვიყო ცხოვრების ბოლომდე რა არ უნდა მიპასუხო მაგაზე? ანუ შენთან პასუხები არ ჩვენ გაქვს? შეიძლება ვერ ხვდებით, მაგრამ ვიღაცა კიდე ვერ ხვდება რომ დააჭიროს. ანუ ხო და არა, ის არ დააჭიროს, ის ვერ ხვდება, გაიგე, შენთან ვერ უნდა მიხვდე ამ ყველაფერს? აი პროსტა აღარ შემიმაგურა. მე რა იყოს გაუპარსავე. გამარჯობა გოგონა. გამარჯობა. ვა, რატო არ მესმის არაფერი? აიდე გაიარა. ანუ ეგენი ქალები არ არია? გამარჯობა. გასაგებია, მადლობთ. Freedom! ფილმია გეორგის, მელ გიბსონი. ხო. შეშეგეშალა. წამყვანის თემა თბილისის დაარსების რეალური ამბავი. კაროჩი ვერ ვეტევით ამ ზუგდიდში დედამოყული და რაღაცა ხო შეიძლება დავაარსოთ სადღაც იქი. თუ არის საშუალო. ლუკა სად არის? ჩაიხარშა. სადა ხარძია? აქა ვარძია.
ეგ უკვე იყოს თბილის დავარქოთ. აუ, ახო მაგარ ბახმელიაზე ვარ წვნიანი გაასწორებ და მაგრა. ვიდი გაფრინდი ქვაბში. ტატო ხარაული წერს, უროლოგი ხარ და რაღაც უცნაური აღმოაჩინე. ვა, პიზასნაირი პირველად ნახე მართლა გადახრე. აბა, დაიხადე? ოჩი, დაგორე, დოჯი, არეგალედო. რამტარარარამტა. გამარჯობა. გამარჯობა, ჩაიხადე. არ დაგჭირდება, აი ჯიბეში მაქვს და აბა, ეშველება რამე. ნახავთ ახლა. ისევ სიმღერის ხასიათი მომძანდი ჩაიხად. ეს რა ამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდეკ. ჯოჯოხეთის გამტეველო, პაწაცინა 64. ჯოჯოხეთის გამტეველო, პაწაცინა 64. გიტარა. და შემდეგი შესრულებელი. აი, ჭანჭუკა. კოჭუკა. მიდი, აბა ჩაიხადე. ვაი, მე მოიჩაბა ბადალაო, ვიდალიო, აბა იქით, აბა. ორნოს ყურებისას ჩაგეძინა. ოხ, ნუ გზარ შენკე, ოხ. ო, ჯემო. აიმე, ნუ გზარ. აშენკენა ცოლე, ნუ გზარიკო. უფ, კაია. აუ, რა უინტერესო პორნო ჩამეძინა შენ. აი, ბიჭებო, მადლობა, კითხვები სულ ეს იყო. ეხლა გადავიდეთ რუბრიკაზე, რომელიც არის გამოცნობის რუბრიკა. ამ შემთხვევაში ქოროს ექნება წვეულება. თქვენ თორნიკე ზურა და გიორგი მივლენ ქოროსთან სტუმრად წვეულებას და თქვენ გექნება დავალება რაღაც დამახასიათებელი თვისება გექნებათ, რაც უნდა გამოიცნოს რუბრიკის ბოლოს ქორო. გზარის მერე შეგვიძლია რიგრიგობით შეხვიდეთ. სად არიან კაცო ესენი? იმედია ეცმევათ ვარდისფერები ყველა. გამარჯობა. აბა, გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? გამარჯობა, თქვენ სიაში ხართ? ხო, ცოტა უნდა ვიყო წესით. ქეცი არის აკრძალული არ ჩვენ. ქეცი არაფერი ეგეთი მსგავსი არ მჭირს. ხო, არაფერი, დალევა ყველაფერი უფასო. აბა კიდევ ცადო. მაჭირსო. ო, კაია. მოდი, ცოტა ხანი შენ აქეთ დამელოდე და მოგხედავ. ისე რა სახე და გვარი რომ მითხრა? გიორგი. გვარი არ გაქვს. არა. იაკობს გვარი არა აქვს. მახსოვს. გვარი არ გახსოვს. კარგი და პირველად ხარ ჩემთან წვეულებაზე? ჰა? ფუჭეკა! კედი! ფუ! რა მკითხეთ? აბსო! გადიგეთ ბიბული ხარ მანდ ხა. უკაცრავად. მომბზანდით რა ხვები რა. ჩუ. აქეთ არ შეიძლება. გამარჯობა. გამარჯობა გენაცვალე. ეს ჩვეულებრივი წვეულებაა, ხო? წვეულება, ვარდისფერი წვეულება. არა, მე მგონია რომ არა ჩვეულებრივი წვეულებაა. არაჩვეულებრივი შეიძლება დავარქვათ. ვარდისფერები რატო არ გაცვიათ? არა, უშავს მე ჩვეულებრივად შემიძლია რომ ჩავიცვა ვარდისფერები. შევიხედები და დავინახავთ. აბა იქით ნახე. ვარდისფერებს როდის ჩაიცვა? აი შევიხედები და ერთი თვალით შევხედავ, აი რომელიმე შენ ამოირჩიე. ერთ წამს ეს ეზოსის არის. არა უშავს, ხო და მე ხმები მაინტერესებს რა, იქ შევიხედები. არა, ეგრე არ შეიძლება შეხედო, ჯერ აქეთ უნდა შეხედოთ. ნახეთ ჩიტიკა ფრი. აი, ელოდი. ნუ ურტყავთ თავში ამას, მობრძანდით. როგორ ახარ ჩემო ქორო რასაკეთე კარგადავარ კელოდებით მე მთელი დღე როგორ ახარ ან ეს ორი ვინ არიან
ძალიან დაინტერესებულიო სხვადასხვის იქ შიგნი აღმოჩენით, იმიტომ რომ მეუნებიან რომ ვარდისფერიაო და მე მგონია რომ გავაწეთრე. ხორო, მე შენთვის ახალი ამბავი მაქვს. კარგი. აჰა. всё? ხორო, მე შენთვის ახალი ამბავი მაქვს. კი. ჰატოპა! ვარდისფერები ამასაც რო ჩააცვათ, შეგიძლიათ? ამასაც ჩავაცვი, მაგრამ რაც ამას უკეთე იგივე ჩემთვის. მე შენთვის ახალი მე მამა შენი ვარ. მამა? კი, და ამავდროულად ბიძა შენიც. კიდე? მომისმინე, ჩვენ ძმები ვართ. მომზადით რა, თქვენ მომზადით რა. მე რა მაინტერესებს, ფასიანი. ქორო გამოიცანი აბა? ეს იყო თითქოს აი შემოპარულივით ტიპი. მაგას ვერ გამოიცნო. ზედმეტად დაინტერესებული იყო ყველაფრით. ხალხის სიცილი ეგონა სექსის ხმა. ინტერესიც მაგიდა. არ კიდე კაი არ გავიცინე. ამას ეგონა რომ ეს იყო ზეზვა. ანუ ყველა თავის ნათესავი იყო და მომღერალი ზეზვა. არა? არა? მომღერალი ზეზვა. არა, რაღა დარჩა. საპნის ოპერის გმირი იყო. საპნის ოპერის გმირი, მომღერალი ზეზვა. და ის იყო მაქცია, ვამპირი, ზომბი და გადაიქცა. ზომბა უკმინა და ნელ-ნელა იქცეოდა ზომბად ეგეთი. ხო, კი ბატონო. ანუ ოღონდ არ უნდა დაეწვა თავი, ხო არ დაუწვია? არა. და რა მოვიგე? არაფერი. ჩიტო ბარათი გადმოგეცემა, რადგან გამოიცანი. მადლობა. აი, ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო, ძალიან კაი იყო. მადლობა ჩვენ სპონსორებს, ბეტსონ სპორტი არის ჩვენი წარმდგენი. მადლობა TBC-ს, რომელიც უკვე კაი ხანია ჩვენთან ერთად არის და უკვე შემოგვიერთდა TBC დაზღვევაც. მადლობა მათ და ცოტნე გადავხდით თავის სპონსორს მადლობას. 5-0 გერმანული რა იმპორტული ლუდი. ბიჭების YouTube არხი იქნება აღწერაში და შეგიძლიათ გადახვიდეთ subscribe-ი რომ გავუკეთოთ. და რას პირდებით, რამე სპეციალი გექნებათ მართლა? ხო! ძალიან დიდი მადლობა. ძალიან გამოვიდა. მადლობა, ძალიან კაი იყო, მადლობა აუდიტორიას და მომავალს უხვედრამდე.